საქართველოში პირველად DAF XZ460-ის ტესტ-დრაივი. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, რომელიც გვირდებოდით რომ ქართულ YouTube-ში იქნებოდა პირველი ვიდეო და დღეს შემოგთავაზებ DAF Euro 6 460-ის ტესტ-დრაივს. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს აზრი და შინაარსი ის არის, რომ რადგან აქამდე სიმულატორ თამაშებს თამაშობდით და მხოლოდ იყო გეიმინგი ჩვენი კონტენტი, უკვე გადმოვინაცვლოთ გარე სივრცეში, სადაც რეალურ ტრაილერებს გავტესტავთ. ეს იქნება დასაწყისი და იქნება ნომერ პირველი ტესტ-დრაივი საქართველოს YouTube არხზე, რომელიც ჯერ არავის არასდროს არ გადაუყო. ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ამ DAF-ის განხილვას, რა არის პლუსები, რა არის მინუსები, როგორი მანქანაა ზოგადად და რატომ არის ესეთი პოპულარული DAF-ი საქართველოში. როგორც ასეთი ვიზუალურად ძალიან მომწონს, ფერიც ძალიან ეფექტური ფერია. თან ეს არის დაბალჭერიანი, არის მაღალჭერიანი ვერსია, რომელიც ზემოთ ვიდეოში ჩავსვამთ ფოტოს, ზემოთ აქვს მარჯვენა და მარცხენა მხარეს ასევე კიდე დამატებით განათება აქვს, როგორც ქვემოთ მსგავსი განათება აქვს და ვიზუალურად უფრო სხვა ეფექტს ტოვებს ის, მაგრამ ჩემი შეხედულობით ეს სატვირთო ამ ვიზუალურზე და ამ ფერზე უფრო კარგ ვიძია და შეხედულებითაც უფრო კარგია ვიდრე სხვა ფერზე და მაგალითად კიდე ამას მოუხდებოდა თეთრი ფერი, თეთრი და უფრო ეფექტური არის კიდე ყვითელი, რომელიც თურქებს ევასებათ მაგრად, რა. კიდე გვყავს სხვადასხვა სატვირთოები, DAF-ები. ერთი საინტერესო DAF-ი გვყავს, რომელიც ვარამაშვილების პროექტი ქვია, მაგ DAF-ს და მაგ პროექტს ალკე გადავიღებ, მაგრამ დღეს კონკრეტულად ამ მოდელს გადავიღებთ. შიგნითაც სალონშიც განახებთ რაღაცებს, ვიტყვი რა ფუნქციას ასრულებს და ასე შემდეგ. მერე გავივლით ამ ავტომობილით, როგორი სიარული აქვს, როგორი მანევრი აქვს და ასე შემდეგ, რა. იმიტომ რომ სტრიმზეც როცა ვთამაშობ Euro Truck Simulator 2-ს, ყველაზე ბევრი მოთხოვნა აქვს რომელი ავტომობილი სატვირთოთები ვიარო რომ დავწერ სიტყვაზე ან ვიტყვი, ყველა წერს 99% DAF-ს, იმიტომ რომ DAF-ს სხვა მოთხოვნილება აქვს, სხვა ვიზუალი აქვს. ტუნინგითაც კარგად ტუნინგდება, განსაკუთრებით თურქეთში ევასებათ, მაგალითად, ტუნინგი ისე აწყობენ და ისე გააკუკლავებენ ამ მანქანას, რომ სასწაულს გახდია, მაგრამ რაც შეეხება ახალ კანონებს თურქეთში, როგორც ვიცი, ბევრი განათება, ჭერის ზედა განათებები, დამატებით განათებები აკრძალეს და ძალიან დიდ ჯარიმებზეა უკვე წასული ეგ სიტუაცია და საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს მსგავსი კანონი. არც კოდი 95 ეგრეთ წოდებული ტახო, რომელიც არეგულირებს მძღოლის მუშაობის პროცესს სატვირთოზე. 4 საათნახევარი უნდა იარო ევროპაში მაგალითად ეგრეა და თურქეთშიც და რუსეთშიც. უბრალოდ რადგან აზიის მხარე ქვეყნებია, ფული ბევრად ჭრის და მარტივად აგვარებ მაგ პრობლემას, რა. ეხლა ვიზუალურად რაღაცას ვაკვირდებოდი და ჩემს ოპერატორსაც CLS იყავს. ამ სატვირთოს მეპატრონესაც CLS იყავს და სატვირთოს მეპატრონეს ძმასაც CLS იყავს, რა. და ეხლა მივხვდი ამ მეპატრონეს 10 თუ 15 DAF იყავს და რატომ ყავს Euro 6 DAF რატომ იყიდა? მოდი ბექა. ამ ფარის ვიზუალური რას გაგონებ? CLS-ის უკანას ვსტობს, აი მას არ გავს რა ქვია, ფარს. ეს კონკრეტული DAF არის 2015 წლიანი გერმანული ავტომობილია, დასერვისებული, მოულილი, 900,000 კილომეტრი აქვს გარბენი, რომელიც ამჟამად იყიდება და ვინმეს თუ სურვილი გაქვს და მოგეწონებათ ვიდეოში ეს ავტომობილი, კადრებს ნახავთ. მეპატრონის ნომერი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. წამოახა უკან არის პადუშკებზე, რომელიც აწევ-დაწევ, ეს საჭიროებს იმ შემთხვევაში, როდესაც მისაბმელს აყენებ ან ხსნი. როდესაც მისაბმელს აყენებ ან ხსნი, პადუშკას წევ მაღლა, რადგან ფეხები მისაბმელის ჩამოწიო, კარგად მაქსიმალურად ჩამოწიო და მერე მარტივად გაიყვანო ტრაილერი და როდესაც გაიყვან, მერე ღილაკებია სპეციალური, რომელიც განახებთ მაგ ღილაკებსაც, აყენებს სტანდარტ ვერსიაზე და მერე აგზელებ მოძრაობას, რა. ეს აუზი საჰაერო აუზია, ესეც თუ გაგიფუჭდა უკან საბურავზე უნდა დაუდო, არ დაგიგორდეს ავტომობილი, რადგან ჩვეულებრივი პატარა მსუბუქი ავტომობილით არაა ტრაილერი, რა. როდესაც მანქანას აჩერებ, ტოვებ ნეიტრალში და ტოვებ ეგრეთ წოდებულ ხელის მუხრუჭზე, რომ არ დაგორდეს ავტომობილი. ან პატარა მანქანებით პირველში ჩააგდე და პეში ჩააგდე, ეგეთი რაღაცა არ აქვს ტრაილერს. არის ავტომატიკა, რომელიც ძალიან კომფორტულია, არის პოლავტომატიკა ტრაილერები, რომელიც ავტომატიკაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული ცეპრენი აჭირდება დაძვრის დროს და გაჩერების დროს, მაგრამ ამ ავტომობილის არის ავტომატიკა, აქვს ტორმუზი, გაზი და всё, მორჩა. ეს DAF არის სტანდარტი და
არის ვერსია, მეგა ვერსია, რომელიც შედარებით უფრო დაბალია და დაბალი საბურავები უყენია რა. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სტანდარტზე ყენდება 95 კუბიანი მისაბმელი, ეგრეთ წოდებული ტენტი და მაცივარიც და მეგაზე არ ყენდება, თუ სწორად ვიცი, მაცივარის მისაბმელი არ ყენდება და მეგაზე მიდის 105 კუბიანი მისაბმელი, რომელშიც მსუბუქი ტვირთი ტენტში უფრო მეტი ჩადის მეგაში 105 კუბიანში. ზოგი რავი ირჩევს ტრაილერი რო იყიდოს და მისაბმელი, რადგან მსუბუქ ტვირთზე ვინც მუშაობს, მაგალითად ყუთები, კარდონები, ბევრი რაღაცა ისეთი არის, რაც 105 კუბში უფრო ბევრი მიდის, ვიდრე 95 კუბიანში. კონკრეტულად ეს ავტომობილი გამზადებულია თვითცლელზე, ასევე უყენია ნასოსი, რომელიც შეგიძლიათ მოხსნათ და ჩვეულებრივად ან ტენტზე ან მაცივარზე ჩააბათ და ამუშაოთ, იმიტომ რომ ბაკებიც უწერია ორიგინალი ბაკებზეა. უბრალოდ ამჟამად ეს მანქანა მუშაობს თვითცლელზე, რადგან ბაკის გაუქმება არ უნდა და მე პატაკეთა ნასოსი, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხსნა და ჩააბაპრიცებ კი ან მაცივარი და ამუშაო ნებისმიერ ტვირთზე. ეს სატვირთო არის Euro 6 და არის AdBlue სისტემაზე, რომელიც გამონაბოლქვის ამცირებს და ასევე სისტემა მუშაობს უფრო სუფთად და გამონაბოლქვიც უფრო სუფთა აქვს და გარემოს არაბინძურებს, ასე რომ ვთქვათ. ეხლა განახებთ, აი ეს არის ადუშკების ამწე, დამწე, სტანდარტი ვერსია და ასე შემდეგ. ასევე ჰაერის სისტემაზეა სავარძები, რომელიც ბევრ სატვირთოს არ მოყვება. შეგიძლია აწიო, დაწიო, შენ იმაზე მოიგო, რა ქვია, ჯდომის პოზიციაზე და ასე შემდეგ. ოპა! ეგა. შვენიერია. რეალურ ტრეილერში ჯდომას ვაფშე სხვა ეფექტი აქვს. მე ნამუშევარიც მაქვს, ნავალიც მაქვს, მაგრამ სოციალურ ქსელებში და YouTube არხზე არ მიდევს რაღაც კადრები, როცა მოძრაობდი ტრეილერით, მაგრამ დღეს გადავიღებ ყველაფერს ვიტყვი. ერთადერთი მინუსი რაც აქვს და გავრცელებულია დაფის ჩეკის ხმა, რომელიც ყველამ ძალიან კარგად როგორ წრიპინა ხმა აქვს. ტინ. წეგან ასეც საუბრობდი მეგობრებო. კოდი 95, ეგრეთ წოდებული ტახოგრაფი რა. აი ეს მოწყობილობა, რომელიც იდება შენი ბარათი, ყველაფერს ითვლის ეს მოწყობილობა. რამდენი კილომეტრი საათი გაქვს ნავალი, რამდენი საათი იმუშავე, რამდენი დაისვენე და ასე შემდეგ. სტანდარტებში როგორც სწორად მახსოვს 4 საათნახევარი უნდა იარო, მერე 40 წუთი უნდა დაისვენო, 4 საათნახევარი ისე უნდა იარო და მერე 12 საათი თუ 8 საათი უნდა დაისვენო თუ სწორად მახსოვს. მაგრამ თუ შენ ეს ტახო, ანუ კოდი 95 დაარღვიე, სამუშაო პროცესი დაარღვიე, თურქეთში როგორც ვიცი, ახლა შეიცვალა კანონი, რაღაც 1500 ლირა, ანუ 1500 ლარი ქართულ ფულზე გახადეს ჯარიმა. ძალიან კონტროლდება და მართალიც არის, იმიტომ რომ ბევრი მძღოლი ვიცი, რომელიც დაახლოებით 12-15 საათი გადამული დადიან და მერე სადღაც ეძინებათ, ავარიები ხდება და ასე შემდეგ რა. ეს არის რაცია, რომელიც სტრიმზე ხოლმე ვღადაობთ. კანე, სადა ხარ? კარენ, აქ ხარ? მოვიკითხავ დავით კონცერტზეს, ჩვენს ქაბულეთელს. რაციიდან, სამწუხაროდ რაციაზე არავინ არ გვიკავშირდება, ახლომახლოს არავინ არა. ეს კონკრეტული არის რეტარდერი, რომელიც დატვირთულ ავტომობილზე, არა მარტო დატვირთულ ავტომობილზე, არ შეიძლება ხშირი ტორმოზის ხმარება, რადგან ავტომობილი, ანუ სატვირთო არის მძიმე, ასევე ტვირთიც როცა გააქვს ტორმოზი ჩასვლა დაღმართება, ელემენტარული, ან გაჩერება. მოკლე მანძილი, რა თქმა უნდა, კი შეგიძლია, მაგრამ როდესაც გააქვს დაახლოებით 200-300 მეტრო, უნდა გააჩერო რეტარდერით გათვალო, შენით უნდა გათვალო რა პალაჟენიაზე დააყენო რეტარდერი რა. იმიტომ რომ ტორმოზით ხშირი გამოყენება იწვევს ანუ ეგრეთ წოდებულ ხუნდების გადახურებას და ბევრი შემთხვევა არის რომ ხუნდების გადახურების გამო აი ეგრე ანც მისაბმელში უჩნდება ცეცხლი, ქართულად რა ქვია, მაგრამ როდესაც ხურდება ხუნდები, იწვევს ცილინდრის გაჭედვას და ცილინდრი როცა იჭედება, მერე უჩნდება ცეცხლი და ძალიან მარტივად ჩნდება ცეცხლი მისაბმელსაც და ავტომობილსაც რა. ეს არის ხელის ბუხრუჭი, რომელიც ძალიან კომფორტულია, ჩამოწევ, გააჩერებ. არის ავტომატიკა. გვაქვს RD კუს რეჟიმი და ასევე კუს რეჟიმი უკუსვლით. ეს იმას ნიშნავს, როდესაც მძიმე ტვირთი გაქვს, გინდა რომ მანქანამ არ გაიქცეს, აი ასე რომ ვთქვა, თავდაღმართში არ აიღოს სიჩქარე, აყენებ კუს რეჟიმში და მერე კუს რეჟიმში ნელ-ნელად შადიხარ. ასევე ხიდის ჩართვის რეჟიმი, ავარიული სისტემა, კონდიციონერი, ეხლა წაგან სანამ მოვდიოდით, კონდიციონერი აქვს, აი სასწაული კონდიციონერი აქვს და რავი, იმენა ძალიან კარგი მანქანაა. კარგი სუფთა მოვლილი მანქანაა. ცოტა რაღაცეებს აქსესუარებს უნდა ხელი შევლება ამ მანქანას, ვინც იყიდის სამომავლო დაჯდება. დიდი სიამოვნებით, მე მაგალითად, ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, ცოლი, შვილი, მიჭირს რომ წავიდე თვეობით შორგზაზე და ვიარო ტრეილერი, თორე დიდი სიამოვნებით გადავიდოდი და უფრო კარგ ვლოგებს შემოგთავაზებდი. არის ორსართულიანი საწოლი, რომელიც მეორე საწოლი მატრასი ცელოფანშია ჯერ, ნაწოლი არა, იმიტომ რომ მოკლე მანძილებში დადის, პატრონლე და არ ჭირდება. ქვემოთ ერთი საძინებელი აქვს კიდე, დაიღლები, წამოწვევი, დაისვენებ. დანარჩენს აღარ ვიტყვი აქ კიდე რა ხდება, მაგრამ აქვე გვაქვს, როგორც ვიცი, აქ მაცივარი უნდა იყოს. კი ბატონო. ერთი მაცივარი.
და გაქვს შესაძლებელი მაგალითად რაიმე საჭმელი თუ მიგაქვს შორგზაზე, ხილი, ბოსტნეული და ასე შემდეგ რაღაცები ჩას მაკარონი, ჩაყრი, კვერცხი და ასე შემდეგ. ჩათვალეთ, რომ ერთოთახიანი ბინა გაქვს, მინი ერთოთახიანი ბინა მოძრავი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ზოგადად. კაც პატარა კომფორტული მაგიდა გაქვს, დაჭრი აქ რაღაცებს. ვამზადებ, მიკეტავ, მიხურავ. ზემოთ გვაქვს სათავსოები, საკმაოდ დიდი სათავსოებია, მეგობრებო, რომელიც შეგიძლიათ ტანსაცმელი, საბუთები, გავსი რაღაცები შეინახოთ. აქაც სამი სათავსო აქვს, რავი, ერთი კაი დიდი ჩამაგნის ტანსაცმელებს დაალაგებთ შეულებრად, მაგრამ ძირითადად წყოლები, ვისაც მეორე სართულზე საწოლი არ ჭირდება, ბევრს აქულაგია ტანსაცმელი, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მე რო ვიყო და დავდიოდე რეისში აქ მოვათავსებდი, რადგან უფრო აქ კომფორტულად სუფთად იქნებოდი. სავარძელი ძალიან კომფორტული სავარძელი აქვს, მოძრაობს, ჰაერებზეა. ყველანაირი მანევრის დროს ხარ კომფორტულად, არ არის დამღლელი სიდენია. აქვე ხელის დასადები გაქვს, არის სავარძლები ვერსია, რომელიც აქეთ ამ მხარესაც აქვს ხელის დასადები. როგორც ვიცი, ამ სატვირთოს არ აქვს. არის სატვირთოები შეიძლება გქონდეს, მაგრამ არ ვიცი ახლა ზუსტად აქვს თუ არა. არის სატვირთოები, სხვადასხვა სატვირთოები, რომელიც ამ სავარძლის ოდნავ წინ გამოწევა შეგიძლია და მობრუნება შეგიძლია რა, რომ მე აქ მაგალითად რამე საჭმელს თანამდეს რომ ამზადებდე, გამოწიეს მაგი და უფრო კომფორტულად და კარგად მოთავსე და დაჭდა. სხვა ისეთი არაფერი არა აქვს. უბრალოდ თუ გინდა რომ ტრაილერზე ეს ემოციები და ეს შეგრძნება გამოცადო, აუცილებლად უნდა იმოგზავრო ერთი დღე ვინმე ახლობელი, მეგობარი, ბიძია გყავს, უნდა გაყვე რეისში და ისიამოვნო ამ სიამოვნებით როგორი ემოციები აქვს ტრაილერით მოძრაობას რა. როდესაც მოძრავ სატვირთო ამ ხელა ტრაილერით, როცა ჩამული გაქვს უკან 14 მეტრიანი მადლობა, იქიდან გველაპარაკებიან გამომწერები მოგვემატა და 2+2 გამომწერი მოგვემატა და ჯერ როდესაც ამ ხელა სატვირთოთი მოძრავ ძალიან სიფრთხილე გჭირდება რა. უნდა დაიცვა დისტანცია პირველ რიგში აუცილებელია და მაქსიმალურად ფხიზლად უნდა იყოს საქართველოში როცა მოძრავ, იმიტომ რომ საიდან ვინ რას გიჭრის კაცმა არ იცის და როდესაც უკან ჩაბული გაქვს 14 მეტრიანი მისაბელი, ჭირდება ყველაფერს გაფრთხილება, გაზომვა, უნდა გათვალო როგორ შეხვალ, რა დისტანციით შეხვალ და ასე შემდეგ. მაქსიმალურად შორიდან უნდა შეხვიდე, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შეხვიდე, რომ მაგალითად როდესაც მიდის სატვირთო, ანუ როდესაც მიყავს მისაბელი და ჩაბული გაქვს და შენ მარცხნივ ან მარჯვნივ შედიხარ, ეს უკანა მისაბელი მაქსიმალურად გადადის საპირისპირო მხარეს და შეიძლება შენ გონია რომ მისაბელი შეხვიდე, მაგრამ ამასობაში შენმა უკანა მისაბელმა იმ ხელაზე გადმოვიდეს და მან მობრუნების დროს იმ ხელა მანევრი გააკეთოს და უკან მანქანა წამოიბა და ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, რომ უკან დუგი უყენია რა, პრიცეპკას ეგრეთ წოდებულ ჟანგორულად რო თქვა, პრიცეპკას დუგი უყენია და ის დუგი გამოდებულა ასე იმაში ვიდეო თუ ნახე ჩავსვამ აუცილებლად კადრებში, გამოდებულა ასე მანქანაზე და მიათრევს მერე სადღაც ვიდეო მკლავს შეხვედრე და დაფი არის ადამიანი, ეგრე იტყვიან, წეგან ერთი მძღოლი ჩავწერეთ, ჩავსავთ კაცში აუცილებლად, უბრალოდ დავუსვით კითხვა, რომ რა მინუსი და პლუსები აქვს და ამ მანქანასო მინუსი არ აქვს, მხოლოდ პლუსი აქვს და როგორი მანქანაა დაფი? ვენიერი და უდაუღლელი მანქანაა, დაუღლელი დაღლობა არ იცის ამან. რა პლუსი და მინუსები აქვს და? რა მინუსი არაფერი არ მინახი და პლუსი კიდე ყოველთვის აქვს. ეს არის ისეთი ადამიანი, ვინც ყოველდღიურად მოძრაობს დავზე და გამოცდილი არის ამ სფეროში. რას ეთქვი ხალხს, გიგლა? დაფი იყიდონ, არ იყიდონ, რო ურჩიო? დაფს ურჩე ყველას, რავი, სხვა მანქანები მე არ ვიცი და რაც ვიცი, იმაზე ურჩე ყველას. მართლაც ეგრეა რა. თუ მოული ყველა მანქანას ჩემი აზრით იქნება გამართული და გეყოლება გამართული ავტომობილი და პლუსი და მინუსი რაღაცეებს აქვს რა, ტექნიკა, რკინა და რა დრო შეიძლება გაფუჭდეს, კაცმა არ იცის. მაგალითად Volvo-ს ეძახიან ტრასის მეფეს, მაგრამ შეიძლება ისეთი რაღაცა გაუფუჭდეს, იმასაც ნაწილია ქარხანამ დაამზადა, შეიძლება ქარხნულად დეფექტური იყოს და ასე შემდეგ. საკმაოდ ძლავრი ძრავი აქვს მეგობრებო, 460 ცხენის ძალა აქვს. საკმარისია ჩვენს პირობებში, იმიტომ რომ არ ამუშავებს მეპატრონე მძიმე ტვირთებზე. როდესაც უკვე მუშაობ მძიმე ტვირთზე, ანუ ეგრეთ წოდებულ გაცილებულ ტვირთებზე, მაგალითად, როცა ათრევენ ტრაქტორებს, ტონიან, 60 ტონიან ტვირთებზე, უკვე მაგ შემთხვევაში მაღალი ცხენის ძალიანი სატვირთო გასაჭიროება და სრულიად საკმარისია 460 დიდად მოთხოვნადია ჩვენთან საქართველოში. რა, ძირითადად ყველას 460 ყავს, არის 420-ებიც არის, 440-ებიც არის, მე მგონი თუ სწორად მახსოვს. ეხლა გავივლით ამ სატვირთოთი, გეტყვით როგორი შეგრძნება აქვს რეალურად, როგორი მანევრი აქვს, როგორი სიარული აქვს და ასე შემდეგ. მეგობრებო, წავედით რეისში. მინდა კომფორტ მხარეს შევეხო, მეგობრებო. ეხლა წეღა რო გიხსნედით რეტარდერს, აი ჩვენებექა თავდაღმართში საერთოდ არ ხმარობ ტორმოზ რეტარდერი იჭერს თავისით სატვირთოს.
რაღაცებზე კი ჭირდება, მაგრამ ძირითადად უმეტესწილად უნდა იარო რეტარდერი, რადგან მანქანა არ გაგიქცეს. სიარულითაც ძალიან რბილი, კომფორტული, ანუ სავარძელში რო ზიხარ, არანაირი დისკომფორტი არ გაქვს. მანევრითაც კარგი მანევრი აქვს. ცოტა ღიპი კი მაქვს, მაგრამ ნამდვილი ტრაილერის შოფერი ვარ, რა. ეს შეგრძნება თუ გინდა რომ შეიგრძნოთ, მეგობრებო, უნდა დაჯდეთ ნამდვილ ტრაილერზე რა. ან იყიდოთ ეს სატვირთო. ვისაც მოგეწონათ ეს სატვირთო, ვიდეოები ნახეთ, კადრები ნახეთ, როგორი ავტომობილია. ეხლა ნახე მოდი, ჩეკი რო არანთია ავტომობილის იმ სატვირთოზე, არანაირი ჩეკი არანთია. სუფთა, იდეალური, გამართული სატვირთოა, რომელიც დაჯექი ჩააბინისამელი და იარე რა. ვისაც მოგეწონათ ეს სატვირთო, აღწერაში იქნება მე პატრონის ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდით კონკრეტულ დეტალებზე და ფასზე მე პატრონს შეუთანხმდით და დანარჩენს ვინც ამ ავტომობილს იყიდით, სულშვიდობიან გზაზე გევლოთ, ძმაო, კარგ გზაზე გევლოთ და კარგ საქმეში მოგეხმაროთ ეს ავტომობილი, სატვირთო რა. სხვა შეგრძნება აქვს რა. ეხლა მაგალითად Scania ბევრად ხისტია ვიდრე დაფი. ასევე მანიც რბილი სატვირთოა და არ აქვს სიხისტე და ისე Scania რატო ეგერი ხისტი? კომფორტი, ანუ როგორც ასეთი, ანუ კომფორტი შიგნით რა. შევადაროთ დაფი და Scania, დაფი ბევრად ილედოდეს ვიდრე Scania. არა, დაფი ბევრად რბილად დადის კი. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მუშა მანქანაა და ვირი მანქანაა, ასე რომ ვთქვათ. კომფორტის მიხედვით, მანიცაც ნავალი მაქვს, დაფითაც ნავალი მაქვს, ოღონდ ძველი დაფით მაქვს ნავალი, მაგრამ Euro 6 უფრო ბევრად მეტი კომფორტი აქვს, ვიდრე ძველ დაფს. ახლა რა შედარება ეს Euro 6-ია და ბევრად კარგი სატვირთოა ვიდრე ძველი, ხო, მაგალითად. ახალი მაინც სულ სხვაა და მანს ჩემი აზრით ცოტა ოდნავ უკეთესი სირბილია. მანს. ოღონდ მანს გეუნები Euro 5 მანს გეუნები. Euro 6 მანით არ მაქვს ნავალი ახალი მანი. მაგრამ ამას კომფორტი და სირბილე კარგი აქვს, ხედველობაც კარგი აქვს. Scania-ს ძალიან ცუდი ხედველობა აქვს, მაგალითად. იმიტომ რომ აქვს რაღაც განათების ისრო აქვს. პანელი რა, ხედველობას მაგრად ამცირებს. ანუ ამით უფრო ღიად და მაღლა ხედავს სივრცეს, ვიდრე მაგალითად Scania-ით. ეხლა ჩემი მეგობრის Scania-ით რომ აქვს ნავალი, ხისტია რა. ბევრად მაგარი ხისტი, ანუ გვერდითაც რო ზიხარ სავარძელში, ბევრად არაკომფორტულია იმით სიარული, ვიდრე დაფით მაგალითად ან მანით რა. მაგრამ ჩემთვის როგორც ასეთი რო ვიყოლიო ეს სატვირთო, მაინც პირველ ადგილზე Scania მყავს რა. ანუ Scania იმ პონჩი რომ იმიტომ კი არა რომ ჯობია რაღაცით და ანუ ვიზუალური მხარით, ანუ ტუნინგით რო გააკეთო, ანუ ხო არიან ტრაილერის ძღოლები რომ ლიჟბი დაჯდნენ რეიში იარონ, მაგალითად და მანქანა არ გაფუჭდეს რა. ვიზუალური მხარე არ აინტერესებს. მე მაგალითად როგორი ტიპი ვარ, ცი თუ ოდესმე ამ პროფესიით დავკავდები, Scania-ს აი მოვხოდავ მაგრად, ვიზუალურ მხარეთ განათებები რაღაცები და ეგ სიტუაცია მე ვასება, მაგრამ თუ საქმისთვის გამომდინარე რომ ვიმშეროთ რომ საქმისთვის გამომდინარე როგორ მანქანას ვიყიდი, დაფს ვიყიდი, დაფის მერე მანს ვიყიდი, ანუ მეორე ადგილზე დავაყენებდი საქმიდან გამომდინარე, მესამე ადგილა Scania-ს რა. Volvo-ც ეხა ზოგადად იტყვია რომ ტრასის მეფეა, მაგრამ ძალიან ძვირი. ფასთან შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თორე ეხა ესეთი სიტუაცია რომ Mercedes-ი რო იყიდო 550 და 63 რო იყიდო, ეგეთი შედარებაა რა. ეხა Volvo-ს ახალ Volvo-ში პროსტა შიგნით სალონში ვიჯექი, ნატარები არ მყავს რა. სალონით ძალიან ესეთი აქვს, ელექტროსალონი აქვს, ელექტროპანელები, ელექტროსარკე, მაგრამ მე მაგალითად ელექტროსარკის მოყვარული არ ვარ. ბევრს მაგალითად მოწონს, მაგრამ ჩემთვის მექანიკური ბევრად უკეთესია ვიდრე ელექტრონული რა. ანუ მაგალითად გზაში სადმე რო გაგიფუჭდეს ელექტროსისტემა და შეიძლება გაფუჭდეს. იმიტომ რომ ბევრი ვიდეო შემხედრია რომ ყინვაში მაგალითად მაგრად ერხევა და ითიშება საერთოდ და სარკე რო არ გაქვს ამ ხელა სატვირთოზე, ძალიან ისეთი თემაა. ჩათვალე ტანსაცმელი გაცვია და ფეხსი არ გაცვია რა. Volvo-ზე ვსაუბრობდით და ადამიანი მოდის. კონდიციონერი აქვს, მოყინავს ისეთი. Scania თუ ბოლოზე დააყენებს Scania-ს ატოიბო. დალაგებული. ხო და ანუ მე აუგნიშნე ვიზუალური მხარე აუგნიშნე. ვიზუალური. ანუ ვიზუალურად Scania უფრო მაგრად იხოდება, ხო და ეგ თქვი რა, ვიზუალურ მხარეთ Scania უფრო მაგრად იხოდება, ტუნინგის პონჩი ვამბობ, ვიდრე სხვა სატვირთოები რა. რა სიგნალი ვარ? ხო და მე ვთქვი რომ Scania-ს იმ შემთხვევაში ვიყოლიებდი, ანუ პირველ ადგილას იმ შემთხვევაში დავაყენებდი, როცა ტუნინგის მხრივ გინდა გააწყო. ტუნინგის ანუ ვიზუალურ მხარეს და სამუშაოდ როცა გინდა რომ იყიდო მაგალითად, ხო? ხა Volvo-ს არ ანუ ფინანსური მხარეც რო შეძლო ყიდვა, დაფი არის იდეალური ვარიანტი. პირველია მაგ საქმეში, იმიტომ რომ ბიუჯეტურიცა, მუშაობს ვირივი, ნაწილებიც იშოვება, ვიდრე მაგალითად Scania-ის და მანის და ასე შემდეგ. დაფის დაშლები უფრო ბევრია, ვიდრე Scania-ის მაგალითად. ხო მე ისედაც თქვი და ეხლა რომ მოძრაობ, ხო ანუ არ იღლები რა, ახლა პატარა მანქანით დაიღლები
სიარულში მაგალითად ვიდრე ამ მანქანით, იმიტომ რომ სავარძელი ისეთი კომფორტული და რბილი სავარძელი აქვს, რომ არ გიხნის დისკომფორტს რა. მეკა ანახე, რამდენი დაფი აყენია. ამოის პროექტი ვანახოთ უცებ შორიდან და მე მაგის განხილვას გავაკეთებ. ამან პროსტა ვაჩვენოთ რა. ბექა შორიდან აჩვენე ის დაფი. ხედავ? რა ნავარო ჩენი დაფია? ამას მე ცალკე გადავიღოთ მეგობრებო. საინტერესო პროექტია ძალიან. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გავესაუბრებით საბას, მე პატრონეს ჩვენს მეგობარს, რომელიც ერთ-ორ სიტყვას ამოგვაშველებს პრაქტიკაში როგორია დაფი და როგორ მუშაობს ზოგადად და იმედია მოგეწონათ ვიდეო, კადრებიც საკმაოდ კარგი კადრები იყო. საბა, რამდენი ხანი ეს მანქანა ჩამოიყვანე? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები შენს მაყურებელს. ეს მანქანა დაახლოებით არის 1 თვე, რაც ჩამოვიყვანეთ საქართველოში. ყველაფერი იდეალური აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი გამართულად მუშაობს. გერმანული მანქანა ხო? სუფთა მანქანა, როგორც ვიცი. არაფერი არ აწუხებს ამჟამად იმყოფება მუშა მდგომარეობაში და საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება დავს, რაც მე შემიძლია და ჩემი მე როგორც ვიცი, დაახლოებით ბავშვობიდან სულ დაფი გყავ. ჩემ პრაქტიკაში ყოველთვის ეს მოდელი მყავს მე ყოველთვის დაფი. ამის გარდა სკანიებიც მყავდა, მანიც მყავდა, მაგრამ არჩევანი არის ჩემი დავზე. ყველა მოდელს ყავს თავის მოყვარული, მაგრამ ჩემთვის არის ნომერ პირველი ეს მოდელი. BMW და Mercedes-ში არის. და რატო არის? დაობა ეგეთ კი ბატონო, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ და ჩემი გემოვნება შეჩერებული არის კონკრეტულად დავზე და ამ ისე რამე პრობლემატური კონკრეტული რამე ნაწილი აქვს პირობითად ჩემ პრაქტიკაში რაც ამ მოდელებს ვამუშავებ აგერ კი ხედა უკვე რამოდენიმე სატვირთო მყავს აჩვენებ ეხა რამდენი დაფი დგას მარტო აქ მე იქეთაც ძალიან ბევრი დაფი დგას აბსოლუტურად ისეთი პრობლემა არ შეუქმნია ამ მოდელს და ამ კონკრეტულად ამ მანქანებს რომ საგანგაშო იყოს საგანგაშო ყოფილი პირველ რიგში რატო წენ პატივს ხელმისაწვდომია დაბალი ფასია საბაზრო ფასთან შედარებით განსხვავებით Volvo-სთან, Scania-სთან და ასე შემდეგ. მეორე ის არის რომ კომფორტულია აბსოლუტურად ყველანაირად კომფორტი ძალიან დიდი პლუსია ეხაც რომ მოძრაობდი ძალიან ისა რა ქვია როზი ხარ სავარძელში ანუ ძღოლისთვის მორგებულია რაც შეეხება პრობლემები ამას რაც აქვს რაც მე არ მქონია წყლის სისტემა რომელიც გაგრილების გამოა გამოწვეული როდესაც მანქანა ჩამოდის აქვს რადიატორები ეგრეთ წოდებული გაბედნული ჭუჭყი არის სავსე ამ რადიატორებს სჭირდება სისტემატიური წელიწადში ერთხელ იქნება გამორეცხა ხო უნდა ამოვიდეს ის რადიატორები და უნდა გაიწმინდოს ესე იგი BMW-სავეთ ყოფილა წყალსადუყოს გაგრილების სისტემა ეს ყველა მანქანის პრობლემაა და ამ კონკრეტულ მოდელზე ამ სერვისს საჭიროებს წელიწადში ერთხელ გააჩნია რა დატვირთვაზე ვამუშავებ საბა კონკრეტულად ეხა მაინტერესებს როგორც პატარა ავტომობილებში ისეა სატვირთოებშიც რომ თუ რამე გაგიფუჭდა მაგალითად ნაწილი არის Mercedes-ის ხელოსანი ვიცით ვინც არის ყველაზე კარგი ხელოსანი BMW-ში და ასე შემდეგ და თუ არის სატვირთოების შემთხვევაში მაგალითად დაფის ხელოსანი რომ ამაზე მაგრად დაფს ვერავინ ვერ აკეთებს და სკანიის ხელოსანი მაგალითად ხელოსანი ამ სკანიას მაგაზე მაგრად ვერავინ ვერ აკეთებს. კი ბატონო, ამ ყველაფერსაც გეტყვით კონკრეტულად ამ მოდელზე მე რაც კი პრობლემა შექმნია არის ესეთი პიროვნება მოკითხვა ჩემგან ლადო შემოვლით გზაზე გესთან მუშაობს ძირითადად დაფის მოყვარულებს და დაფს ვინც აყავს ეცოდინება და იმის ტელეფონის ნომერსაც აღწერაში მიუთითებ. მიუთითოთ აუცილებლად. დაფი თუ გინდა რომ გააკეთო მაგაცთან უნდა მეხვიდე. ძალიან თავის საქმის პროფესიონალია. ეგრეა, იმიტომ რომ ეხაც მე Volkswagen-ი მყავს ყველას პრობლემატურიანი გორია, მაგრამ ერთ კონკრეტულ ადამიანთან დავდივარ, რომ ვიცი რომ იცის თავის საქმე და ეგ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ყველა სფეროს თავის ცოდნა ყავს. საწვავს ნიშნულობას ანიჭე. შეეხება, კი, რა თქმა უნდა, ეს Euro 5-ები ძველი მოდელი რომლებიც მყავდა, ძირითადად ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ისეთი ფაქიზია და ისეთი მომთხოვნია Sky საწვავზე, რომ ფიზიკურად ვერ ჩავასხოთ ცუცებს. ეხა მე ვიდეოში დამავიწყდა მაგის გარკვევა. დაახლოებით ცარიელზე რამდენ ლიტრას მოიხმარს 100 კილომეტრზე და კონკრეტულად დატვირთულზე რამდენს? კონკრეტულად მართლა არ ვიცი, რომ
გითხრა, იმიტომ რომ მე ყოველთვის სხვადასხვა დატვირთვით ვამუშავებ ამ მანქანებს. ძირითადად სანამ A პუნქტი და B პუნქტზე მიხვალ, ცარიელი ხო მიდიხარ მაინც ყოველ შემთხვევაში. ცარიელზე რამდენს გიწევს თვალს? სადღაც ალბათ 15 ლიტრა ეგრე 20. 15-20 ლიტრი. ზუსტად არ ვიცი როგორ მოგეპყრა. ბექა მოდი ვაჩვენოთ ეხლა მაყურებელს, რომ ეხლა უკვე თვითცვლილზე ჩავაბით, რომელიც თვითცვლილზე მუშაობს ამ ეტაპზე ეს ავტომობილები, ანუ სატვირთოები რა. საბა რა სერვისს თავაზობ შენს მომხმარებელს ამ სატვირთოებით? კი ბატონო, გეტყვით ამ ყველაფერსაც. კომპანია ჩემი New Construction-ი ჩვენს მომხმარებელს თავაზობს ხარისხიან სამშენებლო მასალებს. ეს იქნება ქვიშა, ცემენტი, ღორღი, ყვითელი ქვიშა, პემზა, აბსოლუტურად ყველა მასალა. ეხლა აქ რასაც ვუყურებ, ძირითადად არის დიდი სატვირთოები რა. კი ბატონო. ასევე როგორც ვიცი, ყავს პატარა სატვირთოები, რომელიც ანუ ნაკლები რაოდენობის მიწოდება შეგიძლია. მომხმარების მიხედვით არის და მომხმარების სურვილზე არის ეს დამოკიდებული. მე მყავს 4 ერთეული თვითმცლელი, ასევე ტენტები, ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა შემიძლია და ამ მასალების მიწოდება მომხმარებლის ნებასურვილით. რამდენი კუბი იქნება ეს? 3 კუბი, 5, 12, ასევე ხარისხიანი ცემენტიც გვაქვს ადგილზე. ხის მასალის შეთავაზება შემიძლია ჩვენი მომხმარებლისთვის და დანარჩენს უკვე დეტალებზე კი ძალიან კარგი. და მიწოდება რა ადგილებზე შეგიძლია? მარტო მიწოდება თბილისიდან ეს ჩემი ობიექტი მდებარეობს 40 წუთის სავალზე, როგორც თბილისში, ასევე მთელს ქვემო ქართლში, ძირითადად რუსთავი, მარნეული, რუსთავი, მარნეული, აქეთ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ჩვენი მასალის მიწოდება. ძალიან კარგი, მეგობრებო, მოკლედ აღწერაში იქნება საბას ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სატვირთო იყიდება და ვისაც მოგეწონათ და გააქვთ სურვილი შეძენის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საბას და გაესაუბროთ დანარჩენ დეტალებზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი ჩვენი ვიდეო აქ დასრულდება. იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. თუ გსურთ რომ მსგავსი ტესტ-დრაივები გაგრძელდეს ქართულ YouTube-ში, აღწერაში იქნება დონაციის ლინკი, რომელიც შეგიძლიათ რომ არხის განვითარებისთვის შესწიროთ, რადგან ძვირ სიამოვნებას მოითხოვს მსგავსი ტესტ-დრაივები და ასე შემდეგ. ამიტომ იაქტიურეთ, ბევრი ლაიქი იყოს, ბევრი გაზიარება იყოს. შემოგთავაზებთ ყოველკვირეულად ვეცდები ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა გავს გადაღებას იწყებ, ამინდი გესეჭირება, მაგის გამო ბათუმში ვიყავი ჩასული და ისეთი გაწვინა რომ ვერ გადავიღეთ ვერაფერი და დღეს მოგვეცა სკანს და მანიას ვიღებდი და მაგიტო საბამდა. ამიტომ არხს შეუწყეთ განვითარებისთვის ხელი და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და კომენტარებში დაგვიწერეთ თუ კიდე რა სატვირთოებს იხილავდით ტესტ-დრაივში, რა იხილავდით ამ ტესტ-დრაივში უფრო კონკრეტულად და ასე შემდეგ. ამიტომ დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეომდე.